შარშან წინ ვიყავით მე ლადო და ჩვენი მეუღლე პრაღაში. და როგორც კი ჩავედით, მშიოდა და ვეძებთ რაღაცას და პრაქტიკულად ყველა რესტორანში ვიტრინები სადაც იყო დიდი. ასაკიანი ხალხი, ჩვენი ბებია ბაბუას ასაკის ხალხი. ისხენ და ლუდს ვამდნენ. ხო და გამიხარდა კაი ამბავში იყვნენ, მაგრამ გული დამწყდა ძალიან, რომ ჩემი ორივე ბებია, რომლებიც მახსოვს, სულ ტანჯვაქვია იმას რა. მარტო შრომობდნენ, არ მინდა ის სიტყვა თქვა თვითონ როგორც იცოდნენ ხოლმე. ხო, ვირივით შრომობთ. ისე დამწყდა გული, სულ ვიხსენებ ხოლმე, მაგრამ ძალიან გამიხარდებოდა ჩვენ ბებიებს და ბაბუებსაც რო გქონდეთ იმის შესაძლებლობა გქონოდათ, რომ ჩამოსწყვეტ საღამოს მეგობრებთან ერთად და ლუდი მოწყობო. ბებია ჩემი გამოვლილი მამის ომში დაიღუპა მეორე მსოფლიო ომში და რა შევიდა ხო უკვე სიბერეში რაღაც რო ეცვლებათ ხოლმე აზროვნება ნაყინის პურსად ანდახოება თაობაში. რატო შევიმეთქი ბებო რო ვეკითხებოდი, ბოდიში ამ სიტყვაზე ხო უნდა გაუცხებ, ან რაღაც ის ომის დროინდელი ისინი ეთქვა მერე, მაგას ალბათ თქვენც დამეთახოთ, ალბათ იცი ადამიანმა სიბერეში მე რაღაცები იცვლება რა.